ამ ვიდეოში ვისაუბროთ იმაზე, რომ თუ გააქვს ბოსტანი, მაგალითად, სადაც ული მცენარეებს შეიძლება გქონდეს ვაშლი, რომელსაც ბოსტანი არ სჭირდება, ეზოში ვაშლის ხე შეიძლება გედგას. შეიძლება გქონდეს რაღაცა კენკრა, გოგრას ზრდიდე ან პომიდორს, ასე შემდეგ. იმაზე ვისაუბროთ ამ ვიდეოში, რომ ამ მცენარეებს სტანდარტულად არ ვაძლევთ საჭმელს ისე, როგორც მაგალითად ძაღლს მივცემდით, ხო? ანუ ძაღლს ან რამე შინაურ ცხოველს აჭმევს საჭმელს. და ამას, ზოგჯერ სასუქს უყრიან, კი ბატონო, მაგრამ ძირითადად არეხები პირდაპირ, უბრალოდ სასუქს ყრი მიწაზე და რწყავ და ელოდები რომ გაიზარდოს. და კითხვა არის, როგორ ხდება ეს? ანუ როგორ ახერხებს მცენარე რომ გაიზარდოს? ამისი პასუხი არის პროცესი, სახელად ფოტოსინთეზი. ფოტოსინთეზი არის მეცნიერული ტერმინი, რომელიც აღწერს იმას, თუ როგორ შეუძლია ზოგიერთ ცოცხალ არსებას, რომ მზის ენერგიის წყალობით იცოცხლოს და გაიზარდოს. და ამ პროცესის უნარი აქვს ძალიან ბევრი ტიპის მცენარეს, წყალმცენარეს და სხვადასხვა ტიპის ერთუჯრედიან ორგანიზმსაც. და მოდი ავდგეთ და ამ ვიდეოში პომიდორის გამოყენებით აღწეროთ, რა არის ფოტოსინთეზი. ესე იგი, ეს მცენარე, რომელსაც ახლა ვუყურებთ, არის პომიდორი და მოდი პირველ რიგში დავუკვირდეთ, რა ხდება ამ პომიდორის გარემოში. გვაქვს ნიადაგი, რომელშიც დარგულია ეს პომიდორი და ნიადაგი შეიცავს წყალს და ასევე გვაქვს ჰაერი გარშემო, რომელიც შეიცავს ნახშირორჟანგის მოლეკულებს. ამ პროცესის, ანუ ფოტოსინთეზის დაწყებისთვის საჭირო არის სწორედ ეს ორი ნაერთი. კარგი, გარემოს შევხედეთ, ანუ მიწას და ჰაერს, მაგრამ კიდევ ერთი ელემენტი, რომელიც მნიშვნელოვანია, ეს არის მზე. მზე სინათლის სახით გვაწვდის ენერგიას. და ეს ენერგია საჭიროა ფოტოსინთეზისთვის, ანუ ამის გარეშე ფოტოსინთეზი არ გამოვა. ახლა მოდი დავაკვირდეთ ამ მცენარეს, იმიტომ რომ მის უჯრედებში არის მიკროსკოპული სტრუქტურები, რომლებიც ეხმარება მას ფოტოსინთეზში. ამ სტრუქტურებს უწოდებთ ქლოროპლასტებს. ქლოროპლასტები შეიცავს იმ მოლეკულებს, რომლებიც მცენარეს აძლევს მწვანე ფერს. და ამ მოლეკულას ეწოდება ქლოროფილი. ზუსტად ეს მოლეკულები იჭერს მზის ენერგიას და იყენებს ფოტოსინთეზისთვის. და სხვათა შორის სახელსაც რომ დაუკვირდეთ ამ მოლეკულის, ჩანს რომ ქლორო ნიშნავს მწვანეს და ფილი ნიშნავს ფოთოლს. ალბათ ფილი სხვა კონტექსტშიც გაგიგიათ, მაგალითად ჰიდროფილური და ამ შემთხვევაში ფილი ნიშნავს სიყვარულს, ანუ ჰიდროფილური ნიშნავს წყლის მოყვარულს, მაგრამ ეგ სხვა სიტყვიდან იწარმოება, უბრალოდ ჟღერს მსგავსად. კარგი, ახლა გვაქვს ყველა საჭირო ინგრედიენტი იმისთვის, რომ ფოტოსინთეზი დავიწყოთ, ანუ გვაქვს წყალი, გვაქვს ნახშირორჟანგი და გვაქვს მზის სინათლე, რომლისგანაც მცენარე იღებს ენერგიას. და ისიც ვიცით, რომ მცენარეებში, როგორიც აი ეს პომიდორია, ფოტოსინთეზი ხდება ქლოროპლასტებში, ქლოროფილის გამოყენებით. კარგი, ახლა მოდი ვნახოთ თვითონ ფოტოსინთეზის პროცესში რა ხდება. როცა მზის სინათლე აღწევს ამ მცენარის ქლოროპლასტში, ეს ენერგია გამოიყენება იმისთვის, რომ ატომები, რომლებიც გვაქვს ნახშირორჟანგში და წყლის მოლეკულაში, გადაადგილდეს რაღაც ქიმიური რეაქციების შედეგად. და გადაადგილებაში, რა თქმა უნდა, იგულისხმება, რომ უბრალოდ ქიმიური რეაქცია გაქვს, რომელიც რაღაც მოლეკულებს აიღებს და საბოლოო ჯამში დაგრჩება სხვა მოლეკულები. და ეს სხვა მოლეკულებია ჟანგბადი და შაქარი. ეს შაქარი ამ მცენარისთვის იქნება ენერგიის წყარო, რომელსაც გამოიყენებს სხვადასხვა პროცესისთვის, რომ იცოცხლოს და გაიზარდოს. ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს შაქარი იქნება ამ მცენარის საკვები. და ამ შაქარს სხვადასხვა რამეში გამოიყენებს ეს მცენარე, სხვადასხვა რაღაც შეუძლია რომ უქნას. შეუძლია დაშალოს მაშინვე და გამოთავისუფლებული ენერგია გამოიყენოს სხვა პროცესებისთვის, ან შეუძლია უბრალოდ შეინახოს, დააგროვოს და გამოიყენოს მომავალში. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ როცა ენერგიის წყარო არ იქნება, მაგალითად როცა ღამეა და მზე არ ანათებს, შეუძლია მაინც ამ მცენარეს დაგროვილი შაქრის ხარჯზე, რომ განაგრძოს ზრდა. კიდევ როგორც შეიძლება შაქრის გამოყენება არის, რომ უფრო დიდი მოლეკულები ააგოს მცენარემ, სახელად ცელულოზა, ანუ მოლეკულას ეწოდება ცელულოზა, და ეს მოლეკულა არის, რასაც მცენარე იყენებს საკუთარი სტრუქტურისთვის, ანუ რითაც აშენებს თავის თავს. ანუ გამოდის, რომ ამ პომიდორს შეუძლია ისე გაიზარდოს უფრო და უფრო დიდი, რომ მე არც კი დავეხმარო დიდად. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ არსებობს ფოტოსინთეზი. და ფოტოსინთეზისას ქიმიური რეაქციის შედეგად მიღებულ მეორე მოლეკულას რაც შეეხება, ჟანგბადს, ის უბრალოდ ვრცელდება გარემოში. რაც ანუ ძალიან მაგარია, იმიტომ რომ მცენარე არ იყენებს და ჩვენ ამ დროს ძალიან გვჭირდება. ეკოსისტემაში რაც კი ორგანიზმებია, რაც ჟანგბადს იყენებს, დამოკიდებული არის ზუსტად ამ ფოტოსინთეზის პროცესზე. ანუ ეგ ნიშნავს, რომ რეალურად დამოკიდებულია ამ პომიდორზე, სადღაც ხეებზე, რაღაც წყალმცენარეებზე, რაღაც ერთუჯრედიან ორგანიზმებზე, რომლებიც ასევე ფოტოსინთეზს აკეთებენ და ასე შემდეგ. აი ეს არის ფოტოსინთეზი, როგორც პროცესი და ასევე თუ რას ემსახურება, ანუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის.
გირჩევთ რომ შემდეგში როცა მცენარეს დააკვირდებით, ერთხელ უბრალოდ გაიაროთ ეს ყველაფერი თავში, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო პროცესია და სხვანაირად დაგაფასებინებთ იმას თუ რა არის მცენარე. ანუ შეიძლება დაინახო ზრდასრული ხე, ძველი 2 საუკუნის ხე, მაგრამ გაიაზრო რომ ერთ დროს ყველაფერი რასაც ახლა ხედავ, ანუ აი ამ ხის ყველა ნაწილი, ფოთოლი იქნება, რამე ნაყოფი იქნება ზედ თუ მერქანი იქნება თუ რა, ერთ დროს იყო ფოტოსინთეზის პროცესის უბრალოდ საწყისი მოლეკულების ნაწილი. რატომ? იმიტომ რომ ფოტოსინთეზისთვის გავიხსენოთ, გარემოდან ვიღებთ ნახშირორ ჟანგს, ანუ ჰაერიდან ვიღებთ საშენ მასალას და მიწიდან ვიღებთ წყალს. ამ მოლეკულებიდან არის გადალაგებული ატომები შემდეგ ისე, რომ მივიღოთ შაქრები, რომლებიც აშენებს შემდეგ მცენარეებს.